გამარჯობათ მეგობრებო, ეს არის არხი ტაროს დრო და პირველ რიგში გილოცავთ ქალბატონებს დღეს, დღევანდელ დღეს 8 მარტს. ეს დღე არის ძალიან ლამაზი, ბედნიერი ყველა ქალბატონისთვის აუცილებლად და სულ უნდა ვიღიმოდეთ, უნდა ვიყოთ ბედნიერები, უნდა ვიყოთ გახარებულები და უნდა ვიყოთ ყველაფერი კარგის მოლოდინში. მოკლედ, დღეს დღევანდელ გაშლას გავაკეთებ, რა თქმა უნდა, ქალბატონებთან, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ კარიერაში და ქმნიან ახალ რეალობას ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ასევე მეორე გაშლა მინდა რომ გავაკეთო ქალებზე, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ ასევე პირად ურთიერთობებში და ეს ყველაფერი არის რა თქმა უნდა დიდ სიხარულთან, ემოციებთან, ყველაფერთან დაკავშირებული ბედნიერება, რა თქმა უნდა, პირველი ნაბიჯები, პირველი სიყვარული, პირველი ემოცია და მოკლედ რა თქმა უნდა ეს იქნება მარტისთვის გაშლა და მოკლედ ჯერ დავიწყოთ ქალებით, რომლებიც კარიერაში დგამენ პირველ ნაბიჯებს, როგორი იქნება მათი პირველი ნაბიჯები მარტის თვეში, როგორი იქნება მათი მდგომარეობა კარიერული თვალსაზრისით. მოდით ვნახოთ. ახლა ნახოთ, გავაკეთოთ გაშლა ასევე ადამიანებზე, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ სასიყვარულო სფეროში. კარგით, ნახოთ აბა კარიერაში როგორი რაღაცები გველოდება. მოკლედ, ესეთი რაღაცა არის, როდესაც რა თქმა უნდა, იმ უფრო ალბათ იმ ახალგაზრდა ქალბატონებს ეხება, რომლებიც ისეთ ნაბიჯებს დგამენ კარიერაში, როდესაც რაღაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებენ და ესე პირდაპირ მიდიან იმ ყველაფერთან, რაც ფინანსებს შეეხება, ძალიან გაუჭირდებათ, ესე ვთქვათ, პირდაპირ გადასვლა ჯერ ყველაფერი იწყება იქიდან, რომ უფრო მეტი ცოდნა მოაგროვონ ამ ყველაფერთან დაკავშირებით და უფრო კარგად დაფიქრდნენ თუ რა არის საჭირო იმისათვის, რომ საჭირო და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგან. ამიტომ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას და ძალიან მკვეთრ ცვლილებებს ალბათ მარტის თვეში არ უნდა მოველოდოთ, იმიტომ რომ თუ ჩვენ კარგად დავფიქრდებით, უფრო მეტად ძალას მოვიკრებთ და უფრო კარგად შევეცდებით, რომ გადავდგათ სწორი ნაბიჯები, ამ შემთხვევაში საქმე ეხება უფრო სწავლას, თუნდაც უფრო კარგად მოფიქრებას ან დაგეგმვას იმ რაღაცების, რაც ჩვენ გველოდება, ბოლოს მაინც კარგად დაფიქრება, უფრო მეტი ძალების მოკრება და უფრო კარგად, დინჯად ყველაფრის გაანალიზება მოგცემს ჩვენ ამ შედეგს, რასაც გვია ძალიან დიდი წარმატების მიღწევა. მარტისთვის ბოლოსთვის ეს ყველაფერი თუ რა თქმა უნდა, შევასრულეთ, გავაკეთეთ, რომ უფრო მეტად მოვიძიოთ ჩვენ თავში ძალა, უფრო კარგი
პრაქტიკა დავაგროვოთ და უფრო კარგად მივიღოთ ჩვენ ის სარგებელი, რასაც ჩვენ ვფიქრობთ, ამ შემთხვევაში აუცილებლად მივიღებთ ამ შედეგს, რასაც ქვია წარმატება და ბევრი ის კარგი დადებითი თუნდაც ბარაქა, თუნდაც ნაბიჯი, რომელიც მიგვიყვანს წარმატებასთან. მაგრამ ამისათვის, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ენერგია დაგვჭირდება იმისათვის, რომ აი ეს შედეგი მივიღოთ. უფრო უნდა ვიშრომოთ, ვისწავლოთ შრომაზე მეტი ალბათ ის, რომ უფრო კარგად და სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა შედეგებს მივიღებთ მომავალში. უფრო კარგად უნდა დავფიქრდეთ ამ ყველაფერზე და აუცილებლად იქნება ის შედეგი, რომელიც ჩვენ რეზულტატად გვაქვს. კარგით, ეხლა მოდი პირად ურთიერთობებს რაც შეეხება ამ ქალბატონებისთვის, რომლებიც პირველ ნაბიჯებს გამენ და ეს ნაბიჯები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, აბა ვნახოთ. ხოი, რაიმე. მერთო. ძალიან კარგი. მოკლედ. ძალიან კარგი. მოკლედ, პირველი ნაბიჯები ეს არის უფრო სწორედ აი მეგობრული ურთიერთობებიდან დაწყება. აი მეგობრობიდან ბევრი რაღაცა, ბევრი სიახლე შეიძლება დაიწყოს, ბევრი კარგი რაღაცა შეიძლება დაიწყოს. მოკლედ ეს შეიძლება იყოს თუნდაც რაღაც პერიოდის დიდი ხნის მეგობრობიდან ან თუნდაც მოკლე პერიოდის მეგობრობიდან, მაგრამ შეიძლება მეგობრობიდან დაიწყოს მოკლედ რაღაც პირველი ნაბიჯები ჩვენს პატარა ურთიერთობებში ჯერჯერობით. და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერთან დაკავშირებით არჩევანის გაკეთება მოგვიწევს, გვექნება კარგად დასაფიქრებელი ეს ყველაფერი ჩვენთვის იქნება კარგი, იქნება ცუდი, უნდა ვიფიქროთ, როგორი ემოციური მდგომარეობა გვექნება ამ შემთხვევაში ჩვენ საკუთარ თავს როგორ ემოციურ მდგომარეობას შევქმნით და მომავალში ეს ყველაფერი გვეუბნება, რომ უნდა დამთავრდეს თუნდაც ის მეგობრობა რაღაც მომენტში, აი მეგობრობა, რა თქმა უნდა, როდესაც პირად ურთიერთობაზე გადავალთ, ის მეგობრობა მაინც უნდა გაგრძელდეს, ოღონდ სხვანაირი ფორმატით, მაგრამ აუცილებლად რაღაც ერთი ეტაპი უნდა დამთავრდეს ჩვენ ცხოვრებაში და უნდა დაიწყოს მეორე ახალი ეტაპი. ეს იქნება, რა თქმა უნდა, ახალი ისეთი, რომელიც მანამდე არ გქონია ჩვენ ურთიერთობაში და იქნება ეს ძალიან ისეთი, რომელიც ჩვენ სიცოცხლეს რაღაცნაირად გაალამაზებს და ახალ ეტაპს მოგცემს ჩვენ ცხოვრებაში. და ნახეთ, ამისთვის აი თითქოს აი ერთ უცებ მოვა ჩვენთან, აი ყველაფერი კარგი, რომ ეს მოგცემს ძალიან დიდ რაღაც ფორტუნას გაგვიხსნეს, მოკლედ ესე ვთქვათ და მოგცემს ძალიან დიდ სიხარულს, რაღაც ძალიან დიდ ენერგიას მოგვანიჭებს, იქნება ეს ძალიან შთამბეჭდავი თუნდაც ჩვენთვის და სასიხარულო, მოკლედ ძალიან კარგი რაღაცა გელოდებათ იმ ქალბატონებს, რომლებიც იწყებთ ესეთ ურთიერთობას, როდესაც მეგობრობიდან იწყება ძალიან ლამაზი რაღაც სიყვარულის ისტორია და იქნება ეს ნამდვილად ისეთი, რომელიც ჩვენ როგორ რაღაცას მოგვანიჭებს, აი ძალიან დიდ სიხარულს და ემოციას, ძალიან დიდ რაღაცნაირად ძალას მოგცემს, რომ აი ცხოვრება გვიხაროდეს და ბედნიერები ვიყოთ ჩვენი თავით, იმ ადამიანით, რომელიც ჩვენ ცხოვრებაში იქნება.
მოკლედ წარმატებულ მარტის თვეს გისურვებთ, ჩემო მეგობრებო, კარგად დავფიქრდეთ, კარგად გავაანალიზოთ ყველაფერი, ის რასაც ცხოვრება წინ გვილაგებს, მოკლედ ესე ვთქვათ, გვიდებს და ჩვენ უბრალოდ კარგი არჩევანი უნდა გავაკეთოთ, უბრალოდ უნდა დავფიქრდეთ კარგად, რა როგორ გავაკეთოთ სწორად. წარმატებულ მარტისთვეს გისურვებთ, ჩემო მეგობრებო, ქალბატონებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ 8 მარტს ბედნიერი და ლამაზი დღე ყოფილიყოს ეს თქვენ ცხოვრებაში და მოკლედ დროებით.